ინოვაციური სტარტაპი საქართველოში და სიახლე ნარატივით, რაც გულისხმობს ახალი აპლიკაცია და რა კავშირი აქვს მას HR ეკოსისტემასთან ჩვენს ქვეყანაში. იაკო ჯიქია, Helio.as და დამფუძნებელი და CEO ნარატივით. იაკო, ძალიან მახარებს ის სიახლე, რომლითაც მოხვედით. უღრმესი მადლობა, არაჩვეულებრივი მაისური. მადლობა. ძალიან მახარებს ეს აპლიკაცია, ძალიან მახარებს ის სიახლე და ის მთავარი ეგიდი, რომლითაც ვერთიანდებით დღეს ქალების ნარატივში. პირველ რიგში ის წარმატებული წინსვლა, წინ გადადგული ნაბიჯები, რომელიც ყოველთვის სამოტივაციოდ მოქმედებს ჩემზეც და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელზეც, როგორ გრძნობ თავს ჩვენთან სტუდიაში. ძალიან კარგად. ეს არის მთავარი საწყისი და რა თქმა უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ სტარტაპზე, რომელიც აღნიშნეთ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის ინოვაციური და რა კავშირი აქვს სწორედ HR ეკოსისტემასთან. ქალების ნარატივი ხშირად არის დაინტერესებული HR მიმართულებით და ძალიან სასარგებლო საქმიანობით, რომელსაც დგას კომპანიების წარმატება. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მიხარია რომ Helio.as სახელით უნდა ვისაუბრო, მოგიყვეთ ჩვენი ამბები. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ დავუმეგობრდით ხელოვნურ ინტელექტს და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი HR ეკოსისტემისთვის და რატო? თვითონ ეს იდეა საიდანაც წამოვიდა, ჩვენ თვითონ თანადამფუძნებლებს შეგვექმნა პრობლემა. ვიყავით გუნდების ფორმირების ეტაპზე და ასობით და ათასობით რეზიუმეს გარჩევა მოგვიწია ხელით, წაკითხვა. ძალიან რთული პროცესია და ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როდესაც ამაზე ვწუწუნებდით, გადავწყვიტეთ, რომ მოდი იქნებ ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. და დღეს Helio.as არის ერთადერთი რეკრუტინგის სისტემა, რომელმაც იცის ქართული, რომელსაც შეუძლია ქართულ რეზიუმეებს ემუშაოს და პირველი ნაბიჯები მოკლედ ესეთი არის. არის რამე გასათვალისწინებელი Helio.as-თან თანამშრომლობის კუთხით, რომ წაიკითხოს სწორად და ქართულად? არაფერი არ არის გასათვალისწინებელი, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს არის უახლოესი ტექნოლოგიით შექმნილი პროდუქტი, რომელსაც cloud-based ასე უწოდებენ, რაც ნიშნავს, რომ არანაირი ინტეგრაცია საჭირო არ არის. დღეს რო კომპანიამ გადაწყვიტოს, რომ ამ სერვისით სარგებლობა უნდა, შეუძლია ზუსტად 5 წუთში ხელმისაწვდომი იყოს მთელი სისტემა. შეუძლია, რომ ერთობლივად მართოს თავისი ვაკანსიები, მიიღოს რეზიუმეები, დაახლოებით 500 რეზიუმეს გარჩევას ადამიანმა თუ უნდა მოახმაროს 4-5 საათი, 10-15 წამში ეს გაარჩევს და პროცენტებით დაალაგებს, რამდენად შეესაბამება ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას. სულ რაღაც 10-15 წამში და ეს არის 500 რეზიუმეს გარჩევას. კი, ეს არის ის დრო, რომელიც მართლა შეგვიძლია ისეთ რაღაცებს მოვახმაროთ, სადაც ჩვენი ადამიანურობა, ჩვენი აზროვნება უკვე სხვა დოზით არის საჭირო და ვერასდროს ვერ ვიცლით, იმიტომ რომ ეს საქმეები თავზე გვაქვს. რამდენი ხანია რაც აპლიკაცია გამოჩნდა? ჩვენ დაახლოებით 2-3 კვირის წინ გავუშვით უკვე პირველი ვერსია, 10-ზე მეტ კომპანიას უკვე ჩავურთეთ ერთთვიანი უფასო ვერსია, რომ მოსინჯონ, გატესტონ, რამდენად მოეწონებათ. სხვათა შორის აქედან ნახევარზე მეტი თვითონ მოვიდა ჩვენთან და ეს ალბათ ნიშანი არის იმის, რომ მართლა რაღაცა ისეთი პროდუქტი არის, რომელიც ნამდვილად შეიძლება კომპანიებს დაჭირდეს. ძალიან საჭირო პროდუქტია, ნამდვილად, ძალიან საინტერესო სტარტაპი და ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი, როგორც ხვდები. თავად როდის დაუკავშირდით ასე ახლოს აი ამ მიმართულებას, საინტერესო ტექნოლოგიებთან კავშირია? ტექნოლოგიებთან 4 თანადამფუძნებელი ვართ და 4-ვე აქტიურად ვართ ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ, რომ 4-დან 3 გოგო ვართ და მათ შორის ჩვენი ტექნიკური დირექტორი AI ინჟინერი არის გოგო, რაც იშვიათია ხოლმე ძალიან. ძალიან გვახარებს ასეთი. კი, ტექნოლოგიებში ყველა 4-ვე ვიყავით სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ტექნოლოგიებთან ახლოს მოძრაობდით და შესაბამისად გაგვიმარტივდა ამ პროდუქტზე მუშაობა, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენი ბექგრაუნდი ისეთი იყო, რომ შევაერთეთ წერტილები, ასე ვთქვათ და კარგად გავყევით დეველოპმენტს. რამდენ მიმართულებას აერთიანებს Helio.ai? ვიცი რომ არ დაკმაყოფილდებით მხოლოდ არსებულზე, რომელიც ძალიან მალევე მოაბილიზეთ და მალევე გახადეთ პოპულარული და ძალიან სასარგებლოა კომპანიებისთვის, ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს. საინტერესოა ინდივიდუალური მოხმარებისთვის თუ გეგმავთ რაიმე განვითარებას? ინდივიდუალური ჩვენი მომხმარებლები ძირითადად კომპანიები არიან. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება უფრო კარგად უნდა ავითვისოთ, ვიდრე ინდივიდუალურ მომხმარებლებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ იქ ასეთი პრობლემა არ არის გადასაჭრელი. შესაბამისად, ჩვენც იქ ვართ, სადაც რაღაცა გამოწვევები დგას. განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის მეორე ეტაპი, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. მეორე ეტაპი გულისხმობს ადამიანური უნარების შეფასების წინ წამოწევას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს ადამიანების ბექგრაუნდი, რა
გაიუკეთებიათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რისი გაკეთების პოტენციალი აქვთ. ამისთვის გვაქვს გეგმაში რომ გავაკეთოთ ნეირომეცნიერული თამაში, რომელსაც კანდიდატი ითამაშებს VR-სათვალეებით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. და საინტერესო პროცესია. ძალიან ძალიან აზარტული კი, ძალიან აზარტულია. ამ თამაშს არ აქვს ლოგიკური დასასრული მოგება ან წაგება, უბრალოდ კანდიდატის ყველა ქმედება, როგორ შედის კომუნიკაციაში იქ თამაში ვინც ხვდება დავალებებს, როგორ ასრულებს, რამდენად სწრაფად აზროვნებს. საბოლოო ჯამში აკეთებს პროფაილს, რომელიც ქცევებს განსაზღვრავს, მის თვისებებს განსაზღვრავს და საბოლოო ჯამში ადგენს კომპანიის კულტურას და ღირებულებებს, რამდენად შეესაბამებიან. იმიტომ რომ დღეს მსოფლიოში 45% ახლა დაყვანილი თანამშრომლების 18 თვეში იმიტომ ფეილდება, რომ კულტურას ვერ მოერგო კონკრეტულად კომპანიაში და ეს კომპანიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ამის თქმა მინდოდა, აი აქ ინდივიდუალურ მიმართულებაზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ უბრალოდ ინტერესის გამოც და საკუთარი თავის შეცნობის გამოც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ტესტის გავლა და შემდეგ უკვე ორიენტირი სხვადასხვა პოზიციაზე თუ თანამშრომლობაზე. ანუ ეს მიმართულება ინდივიდუალურადაც განიხილება ვფიქრობ, არა მხოლოდ კომპანიებისთვის. საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს იდეა საწყისში? ქონდათ თუ არა კომპანიებთან მოლაპარაკებები, საუბრები და სწორედ ამ სუსტი მხარეების გამოვლენის პროცესი რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდა თქვენთვის უკვე ჩამოყალიბებული გუნდისთვის? ჩვენთვის იყო ალბათ პარალელური რეჟიმი, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ძალიან ბევრ კომპანიას მანამდე ვიცნობდით, ჩვენ თვითონ დიდი კომპანიების გუნდის წევრები ვიყავით და რა ხდება შიდა სამზარეულო დაახლოებით ვიცოდით, მაგრამ პროდუქტის დანერგვის პარალელურად აი ეს პროფაილინგის იდეა თავიდან არ გქონდა. გზადაგზა წამოვიდა კომპანიებთან ინტერაქციის შემდეგ, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ერთ ნაწილს ვფარავთ და დღევანდელ მექანიკურ სამუშაოს ავტომატიზაციას ვუკეთებთ, მაგრამ რაღაცა მეტის ამბიცია გაგვეჩნდა. მართლა გვინდა რომ შევცვალოთ საერთოდ როგორ უდგებით ადამიანების გუნდში მიღებას, თუნდაც იმას რომ არ ვიყოთ სუბიექტურები, არ შევაფასოთ ადამიანმა უბრალოდ რეზიუმე როგორ გააკეთა, იმიტომ რომ შეიძლება ჯერ არ იცის, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი არის. ამიტომ აი ამ რაღაცა ნაბიჯების გადადგმა, რომელიც სუბიექტურობასაც გამორიცხავს და ადამიანებს თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, უკვე იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ დღევანდელი პროდუქტი. უფრო ამბიციაა, რომ შევცვალოთ დაქირავება ადამიანების გუნდში მიღება. აბსოლუტურად გეთანხმებით, იაკო, ძალიან სასარგებლო საქმის მოკიდეთ ხელი და უკვე შესრულებული გაქვთ სამუშაო მოკლე ხანში და ძალიან სწრაფად ვითარდებით, რა ძალიან მნიშვნელოვანია და არაჩვეულებრივი გუნდის ჩამოყალიბებისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. აპლიკაციით სარგებლობა რა საფასო სეგმენტზეა გათვლილი, ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად დამოკიდებულია სწორედ კომპანიის თანამშრომლების რაოდენობაზე და თვითონ კომპანიის თქვენთან თანამშრომლობის სხვადასხვა ბენეფიტების გათვალისწინებაზე, რა პაკეტებს თავაზობთ კომპანიებს? კარგი კითხვა, იმიტომ რომ ეს ხშირად გვესმის ხოლმე. ფაქტიურად ჩვენ გვაქვს დაყოფილი პაკეტები სერვისების მიხედვით, რა ფუნქციის ჩართვა უნდა კომპანიას. იმიტომ რომ თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე შეიძლება რაღაცა კონკრეტული ფუნქციონალი არ ჭირდებოდეს და ამისთვის ყველას თანხა არ უნდა გადაიხადოს. სეგმენტი უშუალოდ საფასო სეგმენტი ესე არ არსებობს, იმიტომ რომ შეუძლია მცირე კომპანიასაც ისარგებლოს, დიდად არცად ჯამურად გუნდის წევრების რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. მთავარი კრიტერიუმი ჯერჯერობით რასაც უყურებთ არის ის, რომ კომპანიებს აქვს თუ არა რეგულარული რეკრუტინგი. თუ კომპანია რეგულარულად არის ახალი გუნდის წევრების აყვანაში, მაშინ უკვე მისთვის ეს საინტერესოა განურჩევლად სფეროსა, განურჩევლად ჯამურად გუნდის ზომისა და რაღაცა შემოსავლის კრიტერიუმისა. ეხლანდელ ვერსიაში ძალიან ბევრი არის საცალო სეგმენტიდან, რიტეილ სეგმენტიდან, სადაც ბევრი ფილიალები აქვთ მაღაზიებს, აფთიაქებს, სუპერმარკეტებს, თუმცა თვითონ პროდუქტი აბსოლუტურად ფარავს ტექ მიმართულებასაც და სხვა დანარჩენ მიმართულებებსაც. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებაზე სწორი პასუხით და რა თქმა უნდა იმ მთავარი ღირებულებებით წინსვლა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. მთავარი იდეა თქვენი ორგანიზაცია კომპანიის დაფუძნების არის კეთილი მიზნები, დამარტივება სამუშაო პროცესის ცხადია და წარმატება სხვადასხვა კომპანიისთვის, რაც პირდაპირ პროპორციულად რა თქმა უნდა ქვეყნის წარმატებაზე აისახება და ეკონომიკურ მდგომარეობას და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი ქმნილებისთვის. იაკო, თავად პირველადი პროფესიული არჩევანი რომელი მიმართულებით აირჩიეთ?
პროფესიული არჩევანი, ჩემი კარიერა სპორტული კარიერით დაიწყო, ჩოგბურთელი ვიყავი და ხერხემლის ტრამვის გამო შეიცვალა უცებ ჩემი ცხოვრება და ბიზნესის მიმართულება იყო თავიდანვე რითიც ვიყავი დაინტერესებული, ალბათ რაღაცა ოჯახის წევრების გავლენითაც, რომ უყურებდი მომწონდა რასაც აკეთებდნენ და ძალიან მალევე რაღაცა IT ინდუსტრიაში მოვხვდი და მივხვდი რომ სხვა რამის კეთება დიდად არ მინდა და რომ ყველაზე საჭირო მიმართულებაა 21 საუკუნეში და ძალიან მოთხოვნადი პოზიციები მსოფლიოში ერთ-ერთი რა თქმა უნდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ყველაზე მნიშვნელოვანად მოთხოვნადი, იმიტომ რომ ტექნოლოგიების მიმართულებაში ძალიან ბევრი პოზიციაც განიხილება და სხვათა შორის სახელმწიფო მიმართულებაც, რომელიც ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდება ხოლმე მსოფლიო მასშტაბით. საინტერესოა ჩოგბურთს დაუბრუნდეთ ცოტა ხნით, რა მიღწევებზე შეგვიძლია ვისაუბროთ აქ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ასევე ძალიან სამაგალითო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის ნაკრების წევრი. არ ვიცი, ძალიან ბევრი ტურნირი მაქვს მოგებული, მაგრამ ამ კარიერულ ნაწილებს ხშირად არ უყურებ ხოლმე, რომ რაღაცა არ მინდა რომ წარსულით ვიცხოვრო, უფრო რაღაცა დღევანდელი დღით ვართ. დღეს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. აბსოლუტურად გეთანხმებით იმ სულისკვეთებაში, რომელიც ახლა მოდის და ის ძლიერი განწყობა. ამას სპორტული წარსულიც განაპირობებს და არა მხოლოდ ის შინაგანი, რა თქმა უნდა, უნარები, რომელიც განივითარეთ ამდენი ხნის განმავლობაში იაგო და რომელიც ნამდვილად თქვენს ნებისმიერ საქმეს ეტყობა. და მნიშვნელობა არ აქვს სად ვართ, თავარია ვიყოთ პროფესიონალები და გვიყვარდეს საქმე, სადაც ვართ, იქ ცხადია და რა თქმა უნდა, განვითარებისკენ ვიყოთ აუცილებლად ორიენტირებული. მოტივაცია ნამდვილად არ გაკლია. სამომავლო გეგმაზეც მინდა დაგისვათ კითხვა ცხადია, Helio AI-ის მიმართულებები განვიხილეთ, თუმცა პირადი გეგმები თუ უკავშირდება კიდევ რაიმე სამომავლო ახალ აღმოჩენას დავარქვათ ასე. ახალ აღმოჩენას ჯერჯერობით ალბათ არა, იმიტომ რომ ბოლომდე ამ ამბავში ვართ და გვინდა რომ ბოლომდე გავიყვანოთ, გვინდა რომ გავიდეთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ამერიკაში, სავარაუდოდ პოლონეთში და უზბეკეთში, ეს არის რაც ვიცით დღეს თანამდებობით რომ ამ ქვეყნებს ავირჩევთ. ამიტომ რაღაცა სხვისკენ ჯერ არ ვიყურებით, ძალიან დიდ თემას ვართ შეჭიდებული. გუნდი და კი, ნამდვილად. როგორ გიკავშირდებათ მსურველი იაკო? გვწერენ ჩვენ LinkedIn-ის, Facebook-ის პირდაპირ ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ აპლიკაცია გამოაგზავნონ. ფაქტიურად სულ ხაზზე ვართ ჩვენ მომხმარებლებთან, მუდმივად, იმიტომ რომ მაინც სტარტაპი ვართ და ძალიან მოქნილები ვართ და სწრაფები ვართ, ამიტომ არ ვიცი, ღამეს მუშაობთ, დღეც მუშაობთ, სულ მუშაობაში ვართ. გუნდის გაფართოებას სწრაფად ვიაპირებთ? სავარაუდოდ კი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ უკვე ახალი გეგმების შესრულებას უკვე სხვა დოზით ჭირდება ჩართულობა, სხვადასხვა პროფაილის ადამიანები ჭირდება და უკვე ალბათ 2-3 თვეში ამ ნაბიჯებს გადავდგავთ, რომ გუნდის დანარჩენი წევრები ჩემოვიმატოთ. განწყვეტვა როგორ ხდება, ისევ ჩოგბურთით? ხანდახან ჩოგბურთით. ამაზე შევთანხმდებით აუცილებლად, კამერით. არაჩვეულებრივი წარსულის გახსენებით ცხადია და ახლის შერწყმით. იაკო, საქმიანი რჩევებით ვინტერესდებით, როგორც წინა სტუმართან დავინტერესდით, წარმატებული ქალებისგან. რა მთავარი და მნიშვნელოვანი უნარი უნდა კონდეს ქალს იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, საკუთარი გამოცდილებით, რა მნიშვნელოვანი უნარები უნდა გამოიმუშაოს და გააგრძელოს წინსვლა ცხადია განვითარებისგან. არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელი. ალბათ ჩემ შემთხვევაში იყო, მართლა უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია, რასაც ვაკეთებთ, მართლა უნდა გვინდოდეს და მაინც ვიტყოდი, რომ ვიყოთ ისეთ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც საერთო მიზნები გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან რთულია მარტო სიარული. არც ერთი კომპანიის არ მჯერა, სადაც მარტო ადამიანები რაღაცებს აკეთებენ. ჩვენც ახლა ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ აი დიდი სიამოვნებით გავატარებდით 24 საათს ერთად, ამიტომ შემოიფარგლეთ კარგი და სწორი ადამიანებით, თქვენნაირი ადამიანებით, ვინც თქვენსავით არის ანთებული რაღაცა იდეები და მე ყველაფერი გამოვა. ყველაფერი აუცილებლად გამოვა. ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა. იაკოს მაგალითზე ჩვენ თავმად შეგვიძლია ეს ვთქვათ, არაერთი მიმართულებით, იმ სპორტული არაჩვეულებრივი ძლიერი ხასიათით ცხადია, იმ კრეატივით, რომელიც შეემატა უნარებს და იმ არაჩვეულებრივი განვითარების უნარით, რომელიც წინ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესოს გვპირდება და ვერთიანდებით კვლავ ქალების ნარატივით. ამის პირობა აუცილებლად უნდა დავიტოვო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმ მნიშვნელოვანი აურული მიმართულებისთვის, რომელსაც გვიტოვებთ და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი ქმნილებისთვის, რომელიც ძალიან სასარგებლოა, კიდევ ერთხელ უნდა
აღნიშნოთ Helio AI კომპანიებისთვის, ინდივიდუალური პირებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო განვითარებით და მსოფლიო მასშტაბის თანამშრომლობითაც ესეც უნდა აღინიშნოს, რაც კიდევ განსაკუთრებული ბენეფიტების მომტანი იქნება საქართველოსთვის. მადლობა. იაკო ჯიქია, Helio AI-ის თანადამფუძნებელი და CEO, სტუმრობდა გადაცემას ქალების ნარატივი. ველოდებით მას, რა თქმა უნდა, მორიგი კრეატივით და მორიგი ქმნილებებით დარწმუნებული ვარ, აქტიურად მოგვაწვის სიახლეებს და რა თქმა უნდა, იმ სასარგებლო სიახლეებს, რომელიც ჩვენთვის იქნება სასარგებლოდ გამოსაყენებელი.